საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადე ხოთაძესთან ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. ჯო ვილსონის აქამდე უცნობი წერილი ირაკლი კობახიძის სახელზე და კონგრესმენის გამოაშკარავებული მიზნები. მამრებლობა ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგის შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. ბიზნესის რეკეტი მესაკუთრის დაპატიმრება ადამიანის უფლებების უხეში შელახვა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ დაზარალებულებს მოусმინეს. სახელმწიფო გუნდი მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება ქართული ოცნების თავმჯდომარისა და პოლიციის წევრების შეხვედრა აჭარაში. შემცირებული უმუშევრობის დონე საქართველოში რას ამბობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემები. შედგება თუ არა დიალოგი მშვიდობისთვის ვოლოდიმირ ზელენსკი ერდოღანთან, დონალდ ტრამპის საუდის არაბეთში და ვლადიმერ პუტინი მოსკოვში რას გადაწყვეტენ ლიდერები. კოლცენტრების საქმე და საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაპატიმრება საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, აჭარასა და დუშეთში ჩატარდა. საქმე ეხება თაღლითობას, ფულის გათეთრებას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, ასევე გადასახადების დამალვას. გამოძიება გრძელდება, მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ დეტალებს. თბილისის ცენტრში აღმოჩენილია სავარაუდო თაღლითური კოლცენტრი. საგამოძიებო უწყება